ეროვნულ საქმეში ეტალონის მხარდამჭერია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. იყავით დაცული ყოველთვის, იყავი შვიდად ყველგან. ეტალონის სპონსორია ახალი ნათება. უკვე 15 წელია თქვენთან ერთად ნათელ და სასიამოვნო მოგონებებს ვქმნით. ახალი ნათება, გაანათე საუკეთესო. ეტალონის მეგობარია ყულა. ყულა 100% ნატურალური პროდუქტი. ყულა გასინჯე ხარისხი. ეტალონის პარტნიორი მეღვინეობა ხარება აქ თავაზობთ გრანდიოზულ 50%-იან საშობაო სახალხო ფასდაკლებას საფირმო მაღაზიებში. ღვინოს ქმნის ხარება. ეტალონის მეგობარია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს განათლებულ ახალგაზრდათაობას და მოგიწოდეთ. იცხოვრო სპორტით, დარჩი ახალგაზრდა. მოგესალმებით მამული შვილებო და რა თქმა უნდა კლავაც სიამოვნებით ვამბობ ამ ფრაზას რომ ეთერშია ყველაზე ეროვნული მედია პროექტი. ყოველ შაბათს საღამოს 19 საათზე ყველანი ტელეეკრანებთან, მთელი საქართველოს ტელეეკრანებთან მიუძღედით და გადართეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, რამე თუ ეტალონი იწყება. ეტალონი კლავაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევის მადლით ხორციელდება. ეტალონის მხარდამჭერია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ამასთან 2014-2015 სასწავლო წელი ეტალონში გამოცხადებულია საქართველოს ჩინეთის მეგობრობის წლად. დღევანდელი გადაცემის გამარჯვებულს კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იუე ბინის რეკომენდაციით კომპანია Huawei-ისგან გადაეცემა სპეციალური საჩუქარი, ყველაზე ხელსაყრელი მობილური. დიახ, ჩვენი პარტნიორია კომპანია Huawei, მსოფლიო ლიდერი სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, სხვათა შორის მსოფლიო ბაზრის 15% უჭირავს. ჭკვიანი ტელეფონი, ჭკვიანი ხალხისთვის და ამ კომპანიის წარმომადგენლები აგერ არიან ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით, სიამოვნებით. ეს აპლოდისმენტები თქვენ. აქვე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებას ბატონ ირაკლი გეგეშიძეს. საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ გრიგოლ მაჩიტაძეს. მადლობა ბაღდათის მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ პაატა კიკნაველიძეს და განსაკუთრებული მადლობა მინდა მოვახსენო ბატონ კახა გოგნაძეს, ბაღდათის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს. დიდი მადლობა თქვენ. ბაღდათის განათლების რესურს ცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო შულდადეს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ მშვენიერი ახალგაზრდების შერჩევაში იყვნენ ჩართული. ამასთან მინდა გითხრათ, რომ ნახევარფინალის მეოთხე და მეხუთე კითხვის დასმაში დამეხმარება ბატონი ირაკლი გეგეშიძე. დღევანდელი გადაცემის მოწვეული სტუმარი გახლავთ ძალიან ცნობილი ადამიანი, დამსახურებული ბაღდათელი. საქართველოში ცნობილი პოეტი ბატონი ზაალ ლებანოიძე. მოგესალმებით ბატონო ზაალ, ეს აპლოდისმენტები თქვენ. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. აქვე მოგახსენებთ, რომ დღევანდელი გადაცემის ბიზნეს სტუმარი, საპატიო სტუმრები გახლავთ გადაცემის დიდი მეგობარი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უმსხვილესი, უწარმოებულესი კომპანია Huawei-ის დირექტორი, წარმომადგენელი საქართველოში ბატონი шу შეაობო, მოგესალმებით. და ჯა ზანძი, კომპანია Huawei-ის device manager-ი, მოგესალმებით. აქვე გეტყვით, რომ ეროვნულ საქმეში ეტალონის მხარდამჭერია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, რომლის სლოგანი მთელმა საქართველოს მიცის. იყავი დაცული ყოველთვის, იყავი მშვიდად ყველგან. ეტალონის სტრატეგიული მხარდამჭერია 15 წლის ისტორიის მქონე კომპანია. ახალი ნათება, რომელთანაც ერთად შექმნით სანათები, ეტალონის სანათები, ჯანმრთელი თვალები, ნათელი აზრები. ახალი ნათება, გაანათე საუკეთესო. ეტალონის სტრატეგიული პარტნიორია ყულა 100% ნატურალური ქართული პროდუქტი. დალია ხილი, რომლის სლოგანია და ყულა დიდი იმედია საქართველოს სოფლის მეურნეობაში ჩართული უამრავი ფერმერისთვის და ადამიანისთვის. ეტალონის მხარდამჭერია მეღვინეობა ხარება, დიახ, ღვინოს საქართველოში ქმნის ხარება. ეტალონის მეგობარია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩვენ ქმნით თქვენს მომავალს. 115 ყველა აბიტურიენტისა და მშობლის გასაგონად. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კოდი დაიმახსოვრეთ. პირველი ტურის პირველი შეკითხვა ეკრანზე. სამშობლოს სამსახურისთვის ჩანგი გიკურთხოს ზენამა. ეს სიტყვები აკაკის მიუძღვნა. 4 სავარაუდო პასუხია. ა. ალექსანდრე ყაზბეგმა, ბ. ილია ჭავჭავაძემ, c. ვაჟა ფშაველამ და d. გრიგოლ ორბელიანმა. ყურადღება წამზომი, ჩაირთო.
დრო ამოიწურა და ჩვენი გადაცემის პირველი მონაწილე თეო გაჩეჩილაძე, ბაღდათი, სოფელ მეორე ოფჩის საჯარო სკოლა. მე-12 კლასის დამრიგებელი ქალბატონი მანანა გეწაძე, მოგესალმებით. მოგესალმებით. სანამ შეკითხვაზე პასუხს გავიგებდეთ, თქვენ პასუხს, კონკრეტულ პასუხს გავიგებდეთ, გკითხოთ, რამდენი ადამიანი სწავლობს სოფელ მეორე ოფჩის საჯარო სკოლაში? 80-მდე დაახლოებით. 80-მდე. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენი პროექტის არის, რომ არც ერთი თუ რაგინდ პატარა სკოლაც არ უნდა იყოს, არ დაგვჭერს ყურადღების გარეშე და იქ მოძებნოთ ნიჭიერება. ამიტომ ეს აპლოდისმენტები მეორე ოფჩის საჯარო სკოლის, სადაც 80 მოსწავლე სწავლობს. უკლებლივ ყველა მოსწავლეს, პედაგოგს და სკოლის დირექტორს. მოდი ახლა შეკითხვას დაუბრუნდები. რომელია სწორი პასუხი? C დავაფიქსირე. ვაჟა-ფშაველამ. იცოდი? კი. იცოდი ეს ისტორია? მახსოვდა. გასწავლეს. ვინ გასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას? ჩემი დამრიგებელი მანანა გეწაძე. აქ ხო არ არის სტუდიაში? კი. ეს აპლოდისმენტები თქვენ ქალბატონ მანანა. სწორი პასუხი. ეკრანზე. და ხოჩა, სწორი პასუხია, C ვაჟა-ფშაველამ. პირველი ტურის მეორე შეკითხვა. ეკრანზე. 2 პური 3 ლარით მეტი ღირს, ვიდრე ნახევარი პური. რა ღირს 1 პური? A 3 ლარი, B 2 ლარი, C 1 ნახევარი ლარი და D 1 ლარი. და წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა და შემდეგი მონაწილე ბატონი გიორგი ფერაძე, ბაღდათის სოფელ პირველი ოფჩის საჯარო სკოლა, მე-12 კლასის დამრიგებელი ქალბატონი მარინა კუტალაძე. მოგესალმებით. მისაბაძე ადამიანი, ბატონი ვიტალი ბურჯანაძე. ვინ არის ბატონი ვიტალი? მეგობარი. და რითია მისაბაძე ადამიანი? ძალიან რაღაცნაირი შვიდი, წყნარი, გაწონასწორებული და იცის სად როგორ გამოიქცეს და ამიტომ აი ჩაგეკითხები, რა არის მეგობრობაში უმთავრესი, როგორ მიგაჩნია? ერთგულება. ეს არის ყველაზე მთავარი. რა თქმა უნდა. მაშინ ასე, დავბრუნდები ახლა შეკითხვას. რომელია სწორი პასუხი? მე დავაფიქსირე B. მაშინ ასე, სწორი პასუხი. ეკრანზე. და ხოჩა, სწორი პასუხია, B 2 ლარი. პირველი ტურის მესამე შეკითხვა. ეკრანზე. ძალიან საინტერესო შეკითხვა. ყნობა ეს არის მეთოდი, როცა კულტურული მცენარის კვირტს ან კალამს შეაზრდიან ველური მცენარის. A ფესვთან, B ღეროსთან, C ფოთოლთან და D ყლორტთან. რომელია სწორი პასუხი? წამზომი ჩაირთო. ბატონი გიორგი მაჭავარიანი, ბაღდათი პირველი საჯარო სკოლა მე-12 კლასის დამრიგებელი ქალბატონი თამარ ჯოღელი, მოგესალმებით. როგორ ფიქრობ, რატო ეს პროექტი მე-9 წელია ისევ წარმატებული, ისევ აქტუალური და ისევ ცდილობს ხალხი აქ მოხვედრას? იმიტომ რომ ყველა ნიჭიერ ადამიანს აქვს საშუალება გამოვლენის თავის ნიჭი და თავის შესაძლებლობები. ხშირად უყურებ ხოლმე ამ გადაცემებს? კი. რომელი კითხვები მოგწონს ყველაზე მეტად? რომელი კითხვები? რა სახის კითხვები? თითქმის ყველა კითხვა, იმიტომ რომ მეტნაკლებად გაცნობიერებული ვარ თითოეულ საგანში და ნახიდან გამომდინარე არ ვასხვავებ კითხვებს. აი ახლა გავიგებთ თუ არ ასხვავებ. ვისთან ერთად მოვდანდით სტუდიაში? მამასთან ერთად. ეს აპლოდისმენტები მამას. მაშინ ასე, დაუბრუნდები შეკითხვას. რომელია სწორი პასუხი? მე დავაფიქსირე B ღეროსთან. სწორი პასუხი. ეკრანზე. და ხოჩა, სწორი პასუხია B ღეროსთან. პირველი ტურის მეოთხე შეკითხვა. ეკრანზე. რომელ ქვეყანას ესაზღვრება მარჯნის ზღვა? 4 სავარაუდო პასუხია. A ლუქსემბურგს, B ავსტრალიას, C სომხეთს და D ყაზახეთს. მე მგონი ძალიან მარტივი შეკითხვა. წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა და შემდეგი მონაწილე ანა მანჯავიძე, ბაღდათის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლა მე-11 კლასის დამრიგებელი მარინა იოსებაშვილი, მოგესალმებით. მოგესალმებით. ესე იგი პირად ანკეტაში აღნიშნე, რომ გაქვს განსაკუთრებული ნიჭი მანქანის მართვის. რა საკიდან მართავ? 12 წლიდან. 12 წლიდან, ვინ გასწავლა?
მამამ. 50 ყმაწვილსაც კი აჯობე მანქანის ტარებაში. როგორ ეს ნიჭი გაქვს თუ ბაღდათელი გოგონები ატარებენ შუმახერივით? გენეტიკაში მაქვს. გენი ბაღდათურ გენეტიკაში გაქვს, მაშასე კითხვას დაუბრუნდები, რომელია სწორი პასუხი? დავაფიქსირე B პასუხი. მაშასე, სწორი პასუხი. ეკრანზე. და ხოჩა, სწორი პასუხია B ავსტრალიას. პირველი ტურის მეხუთე შეკითხვა. ეკრანზე. ქვემოთ მოცემული საერთაშორისო სიტყვებიდან რომელია ორთოგრაფიულად მართებული? A. ეგზემპლიარი, B. ტრანსკრიფცია, C. გემატომა და D. ანტიკვარი. წამზომი ჩაერთო. დრო ამოიწურა და მეხუთე მონაწილე ელენე ქარაბაკი, ბაღდათი, მეორე საჯარო სკოლა, მე-10 კლასის მოსწავლე, კლასის დამრიგებელი ქალბატონი რუსუდან ამაღლობელი. მაშასე, საყვარელი საგანი? ქართული ენა და ლიტერატურა. დაუბრუნდეთ შეკითხვას. რომელია სწორი პასუხი? C დავაფიქსირე. მაშასე, სწორი პასუხი. ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, და ანტიკვარი. ეტალონის მეგობარია ზეთი ქარვა, 100%-ით ნატურალური მზესუმზირის ზეთი. დიახ, წარმოებულია საქართველოში, კახეთში, კერძოდ დედოფლის წყაროში. ქარვა მთლიანად ქართულია, ქართული ზეთია. ეს აპლოდისმენტები ქარვას. სადაშორის ხმის გონებას დაავითარებს აზროვნებს. ახლა კი მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. თეო გაჩეჩილაძე 25 ქულა, გიორგი ფერაძე 25 ქულა, ნიკოლოზ ქოჩიაშვილი 17 ქულა, გიორგი მაჭავარიანი 15 ქულა, ნიკოლოზ მაშანეიშვილი 15 ქულა, ანა მანჯავიძე 15 ქულა, ელენე ქარაბაკი 12 ქულა, ლუკა კოტრიკაძე 10 ქულა, ზურაბ ტაბეშაძე 10 ქულა, რატი ცერცვაძე 5 ქულა. პირველი ტურის მეექვსე შეკითხვა. ეკრანზე. რას უდრის კვადრატის პერიმეტრი გაყოფილი 1/2-ზე, თუ მისი ფართობი 36 მეტრი კვადრატია? A. 36 მეტრს, B. 48 მეტრს, C. 24 მეტრს და D. 72 მეტრს. წამზომი ჩაითო. დრო მოიწურა და ბაღდათი, პირველი საჯარო სკოლა, მე-12 კლასი, ნიკოლოზ მაშანეიშვილი, კლასის დამრიგებელი ქალბატონი თამარ ჯუღელი. მოგესალმებით, ნიკოლოზ. გამარჯობა. შენი ჰობია მანქანების შეკეთება. რომელი მანქანების შეკეთება მოგწონს განსაკუთრებით? საერთოდ მანქანა. საერთოდ ყველანაირი? მე გესმის კარგად. სტილო. ვისთან ერთად მოვძანდით აქ სტუდიაში? დედასთან და დამრიგებელთან ერთად. აპლოდისმენტები. მოდი დაუბრუნდები შეკითხვას. რა გადაწყვიტეთ? პასუხი გადავწყვიტე. 36 მეტრს. მაშასე, სწორი პასუხი. ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, 48 მეტრს. პირველი ტურის მე-7 შეკითხვა. ეკრანზე. რა არის ხვადი? A. მოხუცი ძველ ქართულად, B. თევზის სახეობა, C. შინაური ცხოველი და D. მამრი ცხოველი. წამზომი ჩაერთო. დრო ამოიწურა და შემდეგი მონაწილე ბატონი რატი ცერცვაძე, ბაღდათი, სოფელ დიმის პირველი საჯარო სკოლა, კლასის დამრიგებელი ქალბატონი ნათია ნატრიაშვილი. მე-11 კლასი, მოგესალმებით. მოგესალმებით. ეს ღიმილი გიხდებათ. აბა ერთი ბაღდათური ღიმილი? შენიებია, კარგია, აპლოდისმენტები. პირად ანკეტაში აღნიშნე, რომ პატარა ასაკიდან გიზიდა სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქების, დროშებისა და ჰიმნების დამახსოვრება. ჰიმნების დამახსოვრებაც? არა. ჰა? ეხლა ჩაგეძი. ცოტა. რომელი ქვეყნის ჰიმნი გახსოვს? ახლა ისე დაბნეული ვარ, არაფერი მახსოვს. მაგრამ ჩინეთის ჰიმნი ხო იცი? ასე არის. ეს ჩინეთის ჰიმნი, ჩემო ბატონო, თქვენ საპატივცემულოდ. ვისთან ერთად მოვძანდით აქ სტუდიაში? მასწავლებელთან, ჩემ დამრიგებელთან და დედასთან.
დიდი მადლობა ასეთი ახალგაზრდების აღზრდისთვის. ახლა უბრუნდები შეკითხვას, რა გადაწყვიტეთ, რომელი პასუხი? მაშასე, სწორი პასუხი. ეკრანზე. ხოჭა, სწორი პასუხია, მე მარიცხოველი. პირველი ტურის მერვე შეკითხვა. ეკრანზე. რისი იზომერია ფრუქტოზა? 4 სავარაუდო პასუხია. A. გლუკოზის, B. საქაროზის, C. ცელულოზის და D. რიბოზის. წამზომი ჩაერთო. რვა მოიწურა და შემდეგი მონაწილე ბატონი ნიკოლოზ ქოჩიაშვილი ბაღდათი მეორე საჯარო სკოლა. მე-10 კლასის მოსწავლე, კლასის დამრიგებელი, ქალბატონი რუსუდან ამაღლობელი. მოგესალმებით. მოგესალმებით. ანკეტაში რა ჩაწერათ თუ იცით? მისაბაძე ადამიანი და ვინ? საკუთარი თავიო. ოჩა. ვისთან ერთად მობრძანდით სტუდიაში? დედასთან ერთად. დედასთან და მამას სად არის? მამა სახლში. ეს აპლოდისმენტები მამას. მაშასე, ქიმიურ კითხვას უბრუნდები ახლა. რისი იზომერია ფრუქტოზა? რომელია სწორი პასუხი? A პასუხი დავაფიქსირე. A. მაშასე, სწორი პასუხი. ეკრანზე. ხოჭა, სწორი პასუხია A. გლუკოზის. პირველი ტურის მე-9 შეკითხვა. ეკრანზე. რომელი ნაწარმოების პერსონაჟია კაროჟნა? 4 სავარაუდო პასუხია. A. დიდ ოსტატის მარჯვენის, B. გამზდელის, C. დარისპანის გასაჭირის და D. ვეფხისტყაოსნის. წამზომი ჩაერთო. მოიწურა და მე-9 მონაწილე ზურაბ ტაბეშაძე, ბაღდათი მეორე საჯარო სკოლა მე-11 კლასის დამრიგებელი. მარიკა მსხვილიძე, მოგესალმებით. მოგესალმებით. რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნია ბაღდათელი მოსახლეობისთვის, მოსავლე ახალგაზრდებისთვის, რომ აი ესეთი პირველი გადაცემა, პირველი პრეცედენტი იქნა დაშვებული? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პირველ რიგში საშუალება გვეძლევა წარმოვაჩინოთ ჩვენი ცოდნა, გავაცნოთ მთელ საქართველოს და რა თქმა უნდა, ასევე ერთგვარი სტიმულია ჩვენთვის, რომ გავაკეთოთ უფრო მეტი. და დავინახოთ, რომ სწავლა დაფასებადია დღევანდელ საზოგადოებაში. რომელი ნაწარმოების პერსონაჟია კაროჟნა? C დავაფიქსირე. მაშასე, სწორი პასუხი. ეკრანზე. და ხოჭა, სწორი პასუხია. C დარისპანის გასაჭირის. პირველი ტურის გადამწყვეტი. მე-10 შეკითხვა. ეკრანზე. 1829 წელს უსინათლოებისთვის უნიკალური შრიფტი, რომლითაც დღესაც სარგებლობენ, შეიმუშავა ლუი ვინ? ლუი ერქვა. გვარი A. დე ფიუნესმა, B. ბრაილმა, C. ამსტრონგმა და D. ვიტონმა. რომელი იყო ეს ადამიანი? უფროსი თაობისთვის მარტივია შეკითხვა, წამზომი ჩაერთო. დროა მოიწურა და შემდეგი მონაწილე ბატონი ლუი კოტრიკაძე კი არა. ბატონი ლუკა კოტრიკაძე, მოგესალმებით ბატონო ლუკა. უკაცრავად ბატონო ისე ლუიც არ არის სოდი სახელი ბატონო ლუკა, მაგრამ მაინც ლუკა ჯობია. მოგესალმებით. ვისთან ერთად მოვბრძანდით სტუდიაში? დედასთან და დამრიგებელთან ერთად. მოგესალმებით, ეს აპლოდისმენტები თქვენ. ახლა პირდაპირ შეკითხვაზე გადავდივარ. რომელია სწორი პასუხი? B დავაფიქსირე. ბრაილმა. მაშასე, ლუკა კოტრიკაძე ამბობს, რომ ეს ადამიანი იყო ლუი სწორი პასუხი. ეკრანზე. ეს ადამიანი იყო ლუი ბრაილმა. ოჩა. სანამ რეიტინგს გამოვაცხადებდი, აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პროექტის პარტნიორია უდიდესი სპორტ კომპლექსი. ეს გახლავთ არენა, რომელიც თბილისში არსებობს და რაც ჩვენი პროექტის პარტნიორია ყოველთვიურად 20,000 ადამიანი. ჩემის ჩათვლით იკაზებს ჯანმრთელობას. ეს აპლოდისმენტები სპორტ კომპლექს არენას და მის დამფუძნებლებს, რა თქმა უნდა, სპორტსაც ეხმარებიან. და აქვე სიტყვა მინდა გადავცე დღევანდელი გადაცემის საპატიო სტუმრებს. ეს გახლავთ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ჩვენი პროექტის მეგობარი და თითოეული თქვენგანის მეგობარი, ბატონი რიგოლ მაჩიტაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი, ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი პაატაკ იკნაველიძე. გისმენთ სიამოვნებით, ბატონებო. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს გადაცემას. ძალიან სასიამოვნოა რომ დღეს ბაღდათს წილად ხვდა ბედნიერება რომ 9 წლის განმავლობაში პირველად ჩვენი მოსწავლეები წარდგენილი იყვნენ ამ ულამაზეს პროექტში, რომელმაც ძალიან ბევრ ქართველ ახალგაზრდას მისცა საშუალება იმისა, რომ აი წარმოჩენილიყო და გარკვეულწილად მისცემოდა მას რაღაც შანსი იმისა, რომ უფრო მეტი ესწავლა, უფრო მეტი შეეძინა და უფრო მეტი წინ წასულიყო ცხოვრებაში. დღეს წარმოდგენილი ახალგაზრდები არიან ის რჩეული ადამიანები, ვინც ბაღდათის მომავალი თაობა არის, ნიჭიერი თაობა არის და რომელზედაც დამყარებული არის ის სიკეთე და მომავალი კარგი ყველაფერი, რაც ბაღდათს და მის მომავალს სჭირდება. ულოცავ ყველა დღევანდელ მონაწილეს, დღევანდელ ეტალონში მონაწილეობას, ულოცავ იმიტომ, რომ მონაწილეობა უკვე წარმატებაა და შესაძლებლობა წარმოაჩინო საკუთარი ნიჭი, საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები. მივესალმები ასევე ყველა მოსწავლეს, ვინც ჯერ არ ყოფილა ეტალონის სტუმარი, რადგან ეტალონი მათთვისაც არის მოტივაცია იმისათვის, რომ მაქსიმალურად იმუშაონ საკუთარ თავზე, განავითარონ საკუთარი ღვთისგან ბოძებული ნიჭი, გამოიმუშაონ ახალი უნარები და შემდგომ მოახდინონ ამის დემონსტრირება მთელი საქართველოსთვის. დიდი მადლობა ესეთი სიტყვებისთვის, დიდი მადლობა საკრებულოს თავმჯდომარეს, მაჟორიტარ დეპუტატს, მაგრამ თამაში მაინც თამაშია. მაშასე მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. გიორგი ფერაძე 45 ქულა, თეო გაჩეჩილაძე 45 ქულა, ნიკოლოზ ქოჩიაშვილი 42 ქულა, გიორგი მაჭავარიანი 40 ქულა, ანა მანჯავიძე 35 ქულა, ზურაბ ტაბეშაძე 35 ქულა, ელენე ქარაბაკი 34 ქულა, ლუკა კოტრიკაძე 32 ქულა, ნიკოლოზ მაშანეიშვილი 22 ქულა, რატი ცერცვაძე 25 ქულა. როგორც ხედავთ ნახევარფინალში გასული 6-ვე კონკურსანტის ვინაობა გაირკვა. ახლა კი მცირე სარეკლამო პაუზა. ჩვენ დაბრუნდებით, ჩორს არ წახვიდეთ. ეროვნულ საქმეში ეტალონის მხარდამჭერია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. იყავით დაცული ყოველთვის, იყავი შვიდად ყველგან. ეტალონის სპონსორია ახალი ნათება. უკვე 15 წელია თქვენთან ერთად ნათელ და სასიამოვნო მოგონებებს ვქმნით. ახალი ნათება, გაანათე საუკეთესო. ეტალონის მეგობარია ყულა. ყულა 100% ნატურალური პროდუქტი. ყულა გასინჯე ხარისხი. ეტალონის პარტნიორი მეღვინეობა ხარება აქ თავაზობთ გრანდიოზულ 50%-იან საშობაო საახალწლო ფასდაკლებაზე საფირმო მაღაზიებში. ღვინოს ქმნის ხარება. ეტალონის მეგობარია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს განათლებულ ახალგაზრდათაობას და მოგიწოდეთ. იცხოვრი სპორტით, დარჩი ახალგაზრდა. გესმით ტელემაყურებლებო, ეს გადაცემა, რომელიც პირველად ეტალონის არსებობის 9 წლიანი ისტორიის განმავლობაში დაეთმო საქართველოს ულამაზესი კუთხის, იმერეთის განსაკუთრებულად გამორჩეულ უმშვენიერეს მუნიციპალიტეტს ბაღდათს. აქვე გეტყვით, რომ ეტალონის მეგობარია საავიაციო უნივერსიტეტი, საქართველოს გამორჩეული უნივერსიტეტი, რომლის სტუდენტები სტაჟირებას ბოინგის იმიტირებული სასწავლო პროგრამებით გადიან. ასე რომ, თუ გიყვართ თვითმფრინავები, გიყვართ საში ფრენა და გინდათ მაღალანაზღაურებადი სამსახური, დაიმახსოვრეთ კოდი 121 დაირჩიეთ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი. ეტალონის პარტნიორია კომპანია ნეტაფიმი და მისი ხელმძღვანელი ბატონი არონ გაგულაშვილი. ისრაელის გამოცდილებით ნეტაფიმის თავაზობს საქართველოს მოსახლეობას თანამედროვე წვეთოვანი სარწყავ სისტემებს და სათბურებს, რომელიც წარმოებულია სპეციალურად საქართველოსთვის. აქვე გეტყვით, რომ ნეტაფიმი მსხვილი ბიზნეს პროექტებისთვის უზრუნველყოფს იაფასიან სესხებს ხას უსვამს. იაფასიან სესხებს პირდაპირ ისრაელიდან. ეტალონის მეგობარია პრივატ ბანკი. გადაცემის ყველა მონაწილესა და წინაშესარჩევ ტურებში მონაწილე ყველა ბავშვს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში პრივატ ბანკი გაუხსნის იუნიორ ბარათებს და იუნიორ ბარათების უნიკალური თვისებების შესახებ უკვე მთელმა საქართველოს მიცის. დღეს პრივატ ბანკიდან ქალბატონი მარიამ რაზამაძე გვეხმარება. თბილისის სამგორის ფილიალის ხელმძღვანელი, რომელიც ორ შვილთან, ორ იუნიორ ბარათის ფლობელთან, ორ იუნიორთან ერთად მოგზავნდა ჩვენთან სტუდიაში. ეს აპლოდისმენტები ყველა იმ ადამიანს, რომელიც ეტალონს უდგას მხარში.
ახლა სანამ პირველ შეკითხვას დავსვამდე, მე სიამაყით მინდა გითხრათ, რომ მე გადმოცეს საჩუქარი, არაჩვეულებრივი საჩუქარი, ეს გახლავთ ბატონი ზაალ ებანოიძის ლექსების რჩეული და 100 ლექსი. ბატონი ზაალ ებანოიძე, დამსახურებული ბაღდათელი, ძალიან ცნობილი პოეტი, ჩვენთან სტუდიაში მობრძანდა. მოგესალმებით ბატონო ზაალ. ეს აპლოდისმენტები თქვენ ჩემო ბატონო და ახლა მინდა გთხოვთ ორიოდე სიტყვით მიმართოთ ამ ახალგაზრდებს და რას გვეტყვით ზოგადად ჩვენს. კიდევ მეტ წარმატებას უსურვებ ამ წარმატებულ პროექტს. თვითონ მისი არსებობის ასაკი მიუთითებს მის მნიშვნელობაზე. თქვენ გამორჩეული სახე ხართ ამ ტელევიზიისა და ამ გადაცემის ალბათ სული ჩამდგმელი. მე ერთ-ერთი ხარიზამჭერი და ხშირი მსმენელი და მაყურებელი თქვენი გადაცემისა. ვისურვებ ხვალ და ზეგაც ეს წარმატება ასე გაგრძელებული იყოს. სრულიად ბატონ ზაალ, მაგრამ ლექსის გარეშე როგორ გაგიშვათ ახლა? დატოკავს ახლაც ლერწამი ტბორთან მესალამურე პატარა მწყემსი ზამთარი მიდის და თითქოს მოთფა და თითქოს უფრო გნებდება ლექსი. ხე, კვიპაროსი, წინარე კაცი, ხალი ლოტოსი ისიც ასევე. მე ვინ ვიყავი იკითხავს ანწლი და მოკრძალებით თავს შეგახსენებს. ფიქრი ძახველზე და ფიქრი ბზეზე, ფერაზე ფერში ნაზავზე. ჯერ თითო თალაგებ ხელზე და მერე თვალში ერთად ათავსებ. იღვრება ციდან ფერადის სითხე, სითხიდან შუქი, შუქიდან ჩთილი. ჯერ თითო ასხლდება სიმზე, ჯამდება მერე და ერთად ტივის და შედის ჩხამი და ბგერა. სიტყვაში როგორც საკუთარ სახლში შორს, წყალში ახლაც კანკალებს თხმელა. დედინაცვლისგან დახკილი ბავშვი ხე. კვიპაროსი, წინარე კაცი, ხალი ლოტოსი, ისიც ასევე. მე ვინ ვიყავი? კვლავ კითხავს ანწლი და მოგძალებით თავს შეგახსენებ. დიდი მადლობა ბატონ ზაალ. ახლა კი ნახევარფინალის პირველი შეკითხვა. ეკრანზე 49 ტონა უდრის. რამდენს უდრის? A 0.59 ცენტნერს. B 4900 ცენტნერს, C 4.9 ცენტნერს და D 490 ცენტნერს. სამზომი ჩაერთო. გიორგი ფერაძე, სოფელ პირველი ოფჩის საჯარო სკოლა, გისმენთ? B. ანუ 4900? რაც შეეხება თეო გაჩეჩილაძე, ბაღდათის სოფელ მეორე ოფჩის საჯარო სკოლა. B. და სწორი პასუხი. ეკრანზე. და სწორი პასუხია D 490 ცენტნერს. ნახევარფინალის მეორე შეკითხვა. ეკრანზე. ძლიერი ქარის დროს ჩამოთვლილთაგან ერთი და იმავე სიმაღლის, რომელ ხელს ემუქრება მოგლეჯის, საშიშროება ყველაზე მეტად. A. კაკალს, B. ნაძვს, C. მუხას და D. წაფს. სამზომი ჩაერთო. და ბატონი ნიკოლოზ ქოჩიაშვილი, მეორე საჯარო სკოლა, ბაღდათი. დიახ. რომელი? B. B. ნაძვს. გიორგი მაჭავარიანი, ბაღდათი, პირველი საჯარო სკოლა, მე-12 კლასი. მეც ასევე B დავაფიქსირე. B. სწორი პასუხი. ეკრანზე. და ყოჩა, სწორი პასუხია B. ნაძვს. ნახევარფინალის მესამე შეკითხვა. ეკრანზე. სხვადასხვა ჩინური შეკითხვა, იმიტომ რომ ყოველი მესამე შეკითხვა ნახევარფინალიდან დაკავშირებული იქნება ჩინეთთან. უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი ლაო ძი ბრძანებდა სამი უდიდესი საგანძურია: უბრალოება, მოთმინება და რომელია მესამე? A. დუმილი, B. იუმორი, C. მჭერმეტყველება და D. მოწყალება. წამზომი ჩაერთო.
დრო ამოიწურა. ანა მანჯავიძე, სოფელ წითელხევის საჯარო სკოლა, გისმენთ? დე დავაფიქსირე. დე, მოწყალება. ზურაბ ტაბეშაძე, მეორე საჯარო სკოლა, მე-11 კლასი, ბაღდათი. დე. და სწორი პასუხი. ეკრანზე. და რა თქმა უნდა, ყოჩა, სწორი პასუხია დე მოწყალება. დიდი მადლობა მოგზაურობისათვის, ბატონო ირაკლი. მადლობ. მაშასე, როგორ თამაშობე, როგორ მოგწონთ? ცოტა მეტი შემართება. მეტად გაიხსენით, მეტად შეეცადეთ, რომ იყო ზუსტები და თამამები. თავისუფლად თამამები. მაშას, პირველია 9 წლის ისტორიის განმავლობაში არასოდეს ბაღდათს ასე ცალკე გამორჩეულად არ უთამაშია. მე მიმაჩნია, რომ პირველი გადაცემის კვალობაზე საკმაოდ კარგია. კარგია. ბატონო გოჩა, თქვენი გადაცემა განსაკუთრებულია ჩვენთვის, ვინაიდან სულ სხვა გრძნობებს ვადებს არა მარტო ახალგაზრდებში, ჩვენშიც. როდესაც გადავწყვიტეთ თქვენ გადაცემაში მონაწილეობა, მაშინ მეგობრებთან ერთად შევთანხმდით, რომ ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი და ალბათ ყველაფრის სწავლას ვერ მოვასწრებდით. ამიტომ შევეცდებოდით, რომ ცოდნაზე კი არ გაგვემახვილებია ყურადღება, არამედ მისკენ სწრაფვაზე, ყოველდღიურ ბრძოლაზე, ყოველდღიურ ტოლვაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ვიცოდეთ, რაც შეიძლება მეც დავეუფლოთ, რაც შეიძლება მეტი სიმაღლები დავიპყროთ და ზუსტად ამას ემსახურება თქვენი გადაცემა. ამისთვის უღრმესი მადლობა, რომ ახალგაზრდებში აი ამ გრძნობებს ვადებთ, რომ იბრძოლონ, მეტი იცოდნენ და ბოლოს დატკბენ იმ ერთი წამით, როდესაც გამარჯვებული პიდესტალზე გრძნობს თავს. გაიხარეთ. აი ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და მინდა გთხოვთ გადმოგცეთ პატარა სუვენირები. ეს არის გამოსახულება საკათედრო ტაძარის, რომელიც ბაღდათის გულში მდებარეობს, როდესაც ნახავთ ხოლმე რომ გაიხსენოთ ჩვენი ლამაზი კუთხე. აუცილებლად დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა ბაღდათს. ესეთი საჩუქრისთვის. ეს კი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი გვაქვს ბაღდათში და მისი მოსწავლეების მიერ თავისი ხელით დამზადებული თქვენი გადაცემის ეტალონია. ეს კი ჩვენ არ გვავიწყდება არასდროს. დიდი მადლობა. ხელით დამუშავო. დიდი მადლობა მთელ ბაღდათს. დიდი მადლობა ბაღდათის ახალგაზრდობას, მოსწავლე ახალგაზრდობას და ვინც აი ამ ხელით ნაშრომზე მართლა ძალიან შთამბეჭდავია და სერიოზული საჩუქარია. დიდი მადლობა. მაშასე, ნახევარფინალის მეოთხე შეკითხვა. ეკრანზე. ამიაკის წყალსნარის ტექნიკური სახელწოდება. რომელია ტექნიკური სახელწოდება? 4 სავარაუდო პასუხია. A. ხის სპირტი, B. ნიშადური სპირტი, C. ეთილი სპირტი, D. გლუკოზა. თუ შეიძლება წამზომი ჩართეთ, ბატონო ირაკლი. დრო ამოიწურა, არ გეკითხებით რა გადაწყვიტეთ, პირდაპირ ვამბობ, სწორი პასუხი. ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, ნიშადური სპირტი. სანამ შემდეგ შეკითხვას დავსვამდე, ყოველთვის ვაძლევთ საშუალებას, ამა თუ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას გამოხოს. რა გეგმებია უახლოეს მომავალში ბაღდათში ისეთი, რომელიც ხალხს გაახარებს, განსაკუთრებით გაახარებს? ბატონო გოჩა, ჩვენი ბაღდათი, ჩვენი მუნიციპალიტეტი საქართველოს პატარა ეტალონია, შეიძლება ითქვას. ერთი ზღვა გვაკლია, დანარჩენი ყველაფერი გვაქვს, მაგრამ ზღვის როლსაც ალბათ ჩვენი მდინარეები ასრულებენ. დანარჩენი ყველაფერი გვაქვს, მდელოები, სავარგულები, მთები, მინდვრები, ლამაზი სოფლები, მაგრამ ისევე როგორც მთელ საქართველოს, ჩვენც იგივე პრობლემები გვაქვს, იგივე გვინდა უკეთესი გზები, გვინდა უკეთესი ინფრასტრუქტურა, გვინდა უფრო მეტი საბავშვო ბაღები, რა ვიცი, უკეთესი შესაძლებლობა მოსახლეობისთვის, მაგრამ ყველაზე მთავარი, მაინც ჩვენ გვინდა რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა დაინახონ მომავალი და პირველ რიგში მომავალი თავისი კუთხის. მათ შრომა, ცოდნა და შეძენილი გამოცდილება შეძლონ მოახმარონ მშობლიურ კუთხეს. ეს არის ყველაზე მთავარი, რისთვისაც გვინდა ჩვენ რომ ყველა ჩვენი გეგმა აქეთკენ იყოს მიმართული. დიდი მადლობა. მე ესე გავიგებ, რომ მომავალი პროექტები უმეტესად განათლებასა და სოციალურ პროექტებზე იქნება მორგებული. რომ მეტი საინტერესო, მეტად მისაღები და მეტად
სასიყვარულო იყოს ბაღდადში ცხოვრება ხალხისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. გეთახმებით, მე ვიყავი ბაღდადში, ჩვენ გქონდა შეხვედრა და დავინახე ის ძალიან გულწრფელი სასიკეთო დამოკიდებულება, არა მარტო პროექტის მიმართ, არამედ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის მიმართ. რისთვისაც დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ მოგახსენოთ. ნახევარ ფინალის გადამწყვეტი, მეხუთე შეკითხვა. ეკრანზე. იღბალი ქონიათ ბაღდათელებს. ძალიან მარტივი შეკითხვა შეგხვდეთ. მისი საფლავი დაკარგულია, ჩამოთვლილთაგან ვისი? 4 სავარაუდო პასუხია. A. დავით გურაბიშვილის, B. იეთიმ გურჯის, C. ფიროსმანის, D. იაკობ გოგებაშვილის. ბავშვებო, აქ პასუხები არ არის, თორე გიკარნახებდით მაინც. კიდე კარგი, ჩართეთ წამზომი დროს აძლევთ მე. დრო ამოიწურა და მაშასე. სწორი პასუხი. ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, ცეფიროსმანიც. რა არის? აი სამი ძირითადი პრინციპი, უმთავრესი, რომ ახალგაზრდა იყოს წარმატებული, წარმატებას რომ მიაღწიოს. თქვენი გადმოსახედიდან. გისმენთ. ისევ გავიმეორებ პირველ რიგში დაუოკებელი ტოლვა ცოდნისაკენ. ყოველდღიური შრომა. ნუ დაისვამთ თქვენ დევიზად იმას, რომ მე ვიცი. თქვენი დევიზი ყველაზე სწორი იქნება თუ იტყვით, რომ მე მინდა ვიცოდე მეტი, მე მინდა ვიცოდე, მე მინდა მივახციო მეც. აი ეს არის ყველაზე მთავარი. თუ თქვენ ამისკენ იქნებით ყოველდღიურად მომართული, აუცილებლად შედეგით, თქვენც კმაყოფილი იქნებით, ქვეყანასაც გამოადგებით და მშობლიურ მხარესაც. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა ეტალონს. ეკრანზე. თეო გაჩეჩილაძე 62 ქულა, გიორგი ფერაძე 60 ქულა, ნიკოლოზ ქოჩიაშვილი 59 ქულა, გიორგი მაჭავარიანი 55 ქულა, ანა მანჯავიძე 50 ქულა, ზურაბ ტაბეშაძე 50 ქულა. როგორც ხედავთ, ფინალში გასული სამივე კონკურსანტის ვინაობა გაიგო. ახლა მცირე სარეკლამო პაუზა, ჩვენ დავბრუნდებით. შორს არ წახვიდეთ. ეროვნულ საქმეში ეტალონის მხარდამჭერია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. იყავით დაცული ყოველთვის, იყავი შვიდად ყველგან. ეტალონის სპონსორია ახალი ნათება. უკვე 15 წელია თქვენთან ერთად ნათელ და სასიამოვნო მოგონებებს ვქმნით. ახალი ნათება, გაანათე საუკეთესო. ეტალონის მეგობარია ყულა. ყულა 100%-ით ნატურალური პროდუქტი. ყულა გასინჯე ხარისხი. ეტალონის პარტნიორი მეღვინეობა ხარება აქ თავაზობთ გრანდიოზულ 50%-იან საშობაო სახალხო ფასდაკლებაზე საფირმო მაღაზიებში. ღვინოს ქმნის ხარება. ეტალონის მეგობარია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს განათლებულ ახალგაზრდათაობას და მოგიწოდეთ. იცხოვე სპორტით, დარჩი ახალგაზრდა. პირველად მადლობა მინდა გადავხადო თეოს დედას იმისათვის, რომ შეაყვარა წიგნი, შემდეგ სკოლას, რაიონს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო მის ასეთ პიროვნებაში ჩამოყალიბებაზე. ძალიან სასიამოვნო გადაცემა გაქვთ. დიდი მადლობა, რომ მოგვეცით საშუალება, რომ ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე აქ წარმოგვეჩინა. გიორგი სუსურევს წარმატებებს, არის ძალიან ნიჭიერი და ძალიან მიზანდასახული ბავშვია, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი წარმატებები ელოდება წინ. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავხადო ბაღდათის მუნიციპალიტეტს, რომ მიეცა ბაღდათელ მართლაც კარგ ბავშვებს საშუალება მონაწილეობა მიეღოთ ეტალონში და ეტალონს მინდა დიდი მადლობა უთხრა, რომ ძალიან კარგი პროექტი და პროგრამა არის იმისათვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ мотиваცია, რაც შეიძლება მეტი ისწავლონ და გამოადგენ თავიანთ სამშობლოს. მაშასე ეს გახლავთ ყველაზე ეროვნული მედია პროექტის ფინალი, რომელიც ეძღვნება ბაღდათს პირველად 9 წლიანი ისტორიის განმავლობაში. ბაღდათს სპეციალური გადაცემა ეძღვნება. სულ მოკლე ხანში გავიგებთ თუ ვინ გახდა 2014-2015 სასწავლო წლის ბაღდათის ეტალონი მოსწავლე. აქვე გეტყვით, რომ მან შეიძლება წლის გადამწყვეტ თამაშიც მიიღოს მონაწილეობა, რომელსაც კომპანია Huawei-ისგან აი ესეთი საჩუქარი გადაეცემა. კომპანია Huawei-ის წარმომადგენლები, მისი დირექტორი საქართველოში და device მენეჯერი აგერ იმყოფებიან. ეს აპლოდისმენტები ამ კომპანიას და მის წარმომადგენლობას საქართველოში.
აქვე გეტყვით, რომ მეორე ადგილზე გასულს იაპონიის ელჩის ტოშიო კაიტანის რეკომენდაციით პანასონიკისგან გადაეცემა საჩუქარი მთელი ოჯახისთვის სამზარეულო, ზღაპრული სამზარეულო ტექნიკა და ქართული კომპანიისგან, განსაკუთრებულად გამორჩეული კომპანიისგან, ახალი ნათებისგან, სპეციალური სანათი, ეტალონის სანათი, ჯამრთელი, თვალები, ნათელი აზრები. ახლა კი ფინალური ტურის პირველი შეკითხვა. ეკრანზე 1 კვადრატული კილომეტრი ტოლია. რისი ტოლია? A 1 მილიონი მეტр კვადრატის, B 100.000 მეტр კვადრატის, C 10.000 მეტр კვადრატის და D 1000 მეტр კვადრატის. სამზობი ჩაიქო. თეო გაჩეჩილაძე, სოფელ მეორე ოფჩის საჯარო სკოლა, გისმენთ? ა დავაფიქსირე. სწორი პასუხი. ეკრანზე. აბსოლუტურად სწორია. A 1 მილიონი მეტр კვადრატის, ყოჩა. ფინალური ტურის მეორე შეკითხვა. ეკრანზე. 1825 წელს პეტერბურგში ეროვნული მოძრაობის პირველი საიდუმლო წრე ჩამოყალიბდა. ვინ ხელმძღვანელობდა ამ ორგანიზაციას? 4 სავარაუდო პასუხია. A. დიმიტრი ბატონიშვილი, B. დიმიტრი ყიფიანი, C. იაკობ გოგებაშვილი და D. ვაჟა ფშაველა. წამზომი ჩაიქო. დრო ამოიწურა და ჩვენი შემდეგი მონაწილე გიორგი ფერაძე, სოფელ პირველი ოფჩის საჯარო სკოლა, გისმენთ? B. და სწორი პასუხი. ეკრანზე. და სწორი პასუხია A. დიმიტრი ბატონიშვილი. ფინალური ტურის მესამე შეკითხვა. ეკრანზე. როდესაც სპარტელ მძლეოსას კითხეს შეჯიბრში გამარჯვებისათვის რას მოგცემენო, მან ამაყად უპასუხა. რა უპასუხა ამაყად? A. გვირგვინს, B. მედალს, C. ბრძოლის დროს მეფე გვერდით დამიყენებსო და D. სოლის მოყვანის უფლებასო. წამზობი ჩაერთო. დრო ამოიწურა და ჩვენი შემდეგი მონაწილე ნიკოლოზ ქოჩიაშვილი, გისმენთ? C დავაფიქსირე. და სწორი პასუხი. ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, C. ბრძოლის დროს მეფის გვერდით დამაყენებენო. ფინალური ტურის მეოთხე შეკითხვა. ეკრანზე. ჩამოთვლილთაგან რომელ ნივთიერებას იყენებენ მედიცინაშიც და დინამიტების დასამზადებლადაც? 4 სავარაუდო პასუხია. A. ნიტროგლიცერის, B. ნიტრომეთანს, C. ნიტროეთანს და D. იოდს. წამზომი ჩაერთო. გამოიწურა სწორი პასუხი. ეკრანზე. სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, A. ნიტროგლიცერის. ფინალური ტურის გადამწყვეტი მეხუთე შეკითხვა. ეკრანზე. რომელ ქვეყანაში მდებარეობს ათონის წმინდა მთა? 4 სავარაუდო პასუხია, მარტივი შეკითხვა. A. პალესტინაში, B. საბერძნეთში, C. ისრაელში და D. სირიაში. წამზომი ჩაერთო. დრო ამოიწურა და სწორი პასუხი. ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, B. საბერძნეთში. სანამ რეიტინგს გამოვაცხადებდეთ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პირველად ეტალონის 9 წლიანი ისტორიის განმავლობაში დღევანდელი გადაცემა საქართველოს ულამაზესი კუთხის უმშვენიერეს მუნიციპალიტეტს ბაღდათს პირველად ეძღვნება. დღევანდელი გადაცემის მუსიკალური ნომერი თავად ბაღდათმა მოამზადა. ონისე ლილუაშვილი, მუხამბაზი თბილის და სიტყვები, რომლებიც მე
ძალიან მიყვარს და მთელ საქართველოს ძალიან უყვარს. ქართული ჰანგები ეთერში. ზვირფასო ტელემაყურებლებო, ასე მღერიან საქართველოში, ასე მღერიან ბაღდადში. მაშასე, ახლა ფინალისტებს ხო საკუთარ ადგილს დაუბრუნდნენ, მანამდე კი მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. თეო გაჩეჩილაძე 15 ქულა, გიორგი ფერაძე 15 ქულა, ნიკოლოზ ქოჩიაშვილი 22 ქულა. მიულოცეთ გამარჯვება, დღევანდელი გადაცემის გამარჯვებული გახდა ნიკოლოზ ქოჩიაშვილი, ბაღდათი მეორე საჯარო სკოლა. მეათე კლასის მოსწავლე, კლასის დამრიგებელი, ქალბატონი, რუსუდან ამაღლობელი, თვითონ ტელემაყურებლებო, ეს ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობები, სამყაროს 19 საათზე. ეტალონი, ბედნიერება ყველა სჭირდება, მომავალ შეხვედრამდე, კარგად მეყოლეთ. First, congratulations to the winner and also congratulations for all the participants, also the parents and the teacher. So I'm very honored to be here, to be a sponsor of this program. Huawei is the top 500 company in the world, also the top 100 most innovative company. So we are very glad to provide the mobile phone. Also today I bring a very special gift with the Bluetooth talking bed. Together we give to the winner. დიპლომი გადაეცა სოციალურ საგანმანათლებლო მედია პროექტ ეტალონის გამარჯვებულს ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეს ნიკოლოზ ქოჩიაშვილს. იკაგილოცავ. პირველ რიგში უღრმეს მადლობას ვუხდი ამ ტელეგადაცემას ეტალონს, რომელიც არაჩვეულებრივი სტიმული არის ნებისმიერი ჩემნაირი ბავშვისთვის, რომ გამოავლინოს თავისი ნიჭი. შემდეგ, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი ბაღდათის გამგეობას, სკოლას, ჩემი მშობლებს, რადგან მათ მიბიძგეს, რომ მიმიღო ამ კონკურსში მონაწილეობა, რადგან მე ინფორმაცია არ მქონდა და მათგან შევიტყვი, რა თქმა უნდა. და ძალიან გახარებული ვარ დღევანდელი დღით, მე გავხდი გამარჯვებული და იმედია ასე გაგრძელდება ჩემთვისაც და ყველასთვისაც და იმედია ჩემი წარმატება არა მარტო ჩემთვის და სხვისთვისაც სასიხარულო იქნება.